მშვიდობისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო. დამსწრეს საზოგადოება. დღეს როგორც მოგეხსენებათ ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად თქვენ უყურებთ პატა და ნიკას შოუ. ეს ხომ იცით რომელი შოუ? აი მუსიკალურად გაფორმების პარალელურად რომ კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გაყენებენ ხოლმე და ვინ და რა თქმა უნდა ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. მარტს დაბადების დღე გქონდა და მივოლოცოთ ჩემო ბატონო მთელ საქართველოს ესულოცავს და ილოცავთ არც დუდუკი გვაქვს არაფერი მაგრამ ჩათვალე რომ მე ჩვენ ვისწავლით შემდეგი დაბადების დღისთვის გაიხარე და გამრავლდი ილოცავთ და სანამ საინტერესო ამბების მიმოხილვაზე გადავალთ შეგახსენებთ რომ ამ შაბათ კვირას საღამოს 8 საათსა და 00 წუთზე კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი ძალიან საინტერესო სერიები გელოდება. აუცილებლად უნდა გვიყუროთ კომედი არხზე საღამოს 8-ზე შაბათ და კვირას. უნდა ნახოთ და რა თქმა უნდა არ ინანებთ ის კი არა შეიძლება მადლობაც კი გვითხრათ როგორც გვწერთ ხოლმე. თუმცა არა საჭირო. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ეს არის და ეს ჩემო ბატონო. სხვა გზა არ არის ჩემო ბატა. მონოლოგი მეცნიერული კვლევის შედეგით უნდა დავიწყოთ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ამბავია ძალიან. რა ხდება? შენ სიგარეტს ხო დაანებე თავი? ფაქტიურად შეიძლება ითქვას კი. და აჯაფსანდალი ხო გიყვარს? არა, აჯაფსანდალი კი მიყვარს, მაგრამ ვერ ხვდები რა აპირებს. ხო და უნდა დაანებო მაგასაც თავი. რატო უნდა დავანებო სიგარეტი, აჯაფსანდალი ეთი გაგვარკვია. კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ ნიკოტინს თურმე კარტოფილი, ბადრიჯანი და პამიდორით შეიცავს. ანუ ერთი ულუფა აჯაფსანდალი უდრის ერთ კოლოფ სიგარეტს? დაახლოებით ეგრეა. მარტო აჯაფსანდალი კი არა, სალატს ვეღარ ვჭამ ჩემ გემოზე. მარტო კიტრებს მოვჭამ და ეგა. მეც არ ვიფიქრე, შემწვარი კარტოფილის მერე მოწევა რატო არ მიდება თქო კაცო. თურმე კარტოფილშიც ნიკოტინია, მაგის სიბრალი ყოფილა. და ნიბზიან ბადრიჯანზე რო გახველებ და ადრე მაინც გითქვა კაცო წეღან ერთი კარგი დიდი ტაფა შემწვარი კარტოფილი და კიტრი პამიდრის სალატს რომ მივადექია აი ბულოვდე შეჭამე? არა დავაბიჩოკე. ახლა ალბათ მალე შემოვა აიქოსები პომიდურის და ბადრიჯის გემუებით. კი ბატონო, ჰოდა სექსისმე. სიგარეტის ნაცვლად შეგიძლიათ კარტოფილის პიურები ერთად. ამონესილია მაინც. მოიცა 18 წლამდე ბავშვს ვეღარ გააგზავნი მაღაზიაში პროდუქტების შესაძლებლად, ხო? მომიწევს მეოთხეზე ჩადი ამოდი. პირადობას მოთხოვენ და ალბათ რესტორნებში სალათისა და აჯაფსანდალის დარბაზში ჭამას აკრძალავენ. გადი. მოსაწევად გას და იქ ჭამეო გეტყვია. თან როგორც ამბობენ, პომიდორს ერთიანად არ უნდა შეეშვა. ნელ-ნელა უნდა გადააგდო. ანუ ეხა ჭოპორტის კარტელსაც დახურავენ. შენ ხო მენთოლიანი სიგარეტი გიყვარს? მერე? კი. ჰოდა მოვაყარე შემწვარ კარტოფილს პიტნა და ეგა შეგაიხარე, ეგ გაიმასწავლე. და რომ ამბობენ 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლავსო, ეთყობა მაგიტო მარჭამენ ცხენები აჯაფსანდალი. ცხენს მოატყვევი კი, ასია, სანამ მეცნიერები რამეს გამოიკვლევენ, ცხოველებმა უკვე იციან ყველაფერი. შენ იცოდი რომ თურმე ყვავები იმახსოვრებენ იმ ადამიანის სახეებს, რომლებიც არ მოსწონ და სხვა ყვავებსაც გადასცემენ. ანუ თავიანთი შარში ვარ, გეუნე. როგორ უნდა მოვაწონო ყვავს თავი ახლა მაგაზე ბანერები. აპოხმიანები ყოფილა ეს ანუ 300 წელი შარში. ერთი ყვავი რო
დაიშხავლებს ნიშნავს რომ ვიღაცას გადასცა რაღაცა დანარჩენებს ეგ ცუდი კაციაო და ყველა რო აჩხავდება ესე იგი იმ კაცს აგიდი. ეთქობა მე არ მომწონვა რომელიღაცა ყავს. ამასირად სახლიდან გამოვედი და მანქანაზე ისეთი ამბავი დამხვდა. იმას ერთი ყავი ვერ მოსკლიდავდა ძმა. აშკარად სხვებსაც უთხრა. გორცინში მოიყავ. გორცინი დაგემთხა. არა, უნდა მოვეფერო ხოლმე ყვავებს. თან ეგენი 300 წელი ცხოვრობენ, როგორც აღნიშნე, ალბათ 240-250 წელი გიმახსოვრებენ და მერე სიბერეში 280-290-ის რო გახდებია, ნელ-ნელა ავიწყდა. კი ბატონო, ამიტომ არ გავაბრაზოთ ყვავები. თუ მაინც და მაინც ვინმეს გაბრაზება გინდათ, თევზებს მოუშალეთ ნერვები. მაგა თურმე 9 წამში ავიწყდებათ ყველაფერი. გადავიდეთ ახლა ისევ ადამიანებზე. საოცარი ამბავი გავიგე. მილიონერმა დედამ ვაჟი ცოლის ღალატის გამო მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. დედა კი არა, სიდედრი ყოფილა. რას იზამ? ღალატი უფასოა და ერთგულება ძვირიჯდება, ჩემო ნიკოლოს. რძალს უთქვამს ამ მილიონერი ქალის. რაო? დედა რომ დაგიძახო, მე დამიტოვებ მაგ მილიონებსო. გადაყვებოდაზე აქამდე დაეძახა დედა ვინ უშლიდა. შვილი ეხვეწებოდა თურმე. დედა შანსი მომეცი რომ გამოვსწორდეოდა. დედამის ვაკი შანსი კი არა, კაპიქს არ მოხდა. კი იძახდა ეს ბიჭი აბარ ამექნა. თვითონ რომ ღალატობდა, კარგი იყო. ეს ამბავი საქართველოში რომ არ მომხდარა, თავიდანვე მივხვდი. ჩვენთან თავარია ქალმა არ უღალატოს, თორე კაცი. იგაირის ახლა ხანდახან დედა ენაცვალოს, ჩემი წუწკი. აბა ბიჭო, $100 საქმე არ დაიჯინა მილიონად და მამაცხოვრებულმა. და ბოლო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი, ხო არ იცი ეს მილიონები ვის დაუტოვა იმ ქალმა? საყვარელს. აბაშია საქმე. გადავიდეთ სხვა თემაზე. თურმე საფრანგეთში ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც 10 დღე საწოლში გაატარებენ და ამისთვის 5,000 ევროს მიიღებენ. რა ტყუილა გორაობგიოდი ღომში უფასო და აბსურდს. კაი ამბავია ეგ. და გადაბრუნების უფლება ექნებათ ალბათ, ხო? გააჩნია რისთვის ბრუნდები. საწოლში მარტო უნდა იწვეო, კაცო. არა, ეგთანს მოგიწვევენ გვერდით, არ მოიწვია. რა ძახი, ბიჭო, კარგია, რა გიხარია, კაცი ეკთრების ხავთ რა. არ მინდა ეკთრები. მარტო ვერ გავჩერდები, მაგრამ 2-3 ძმაკას თუ შემაყოლებენ, 1-200 ლიტრად შემიღვინით, კი ბატონო, არა ამაში პრობლემა. უსწავლი ხალხია ეს ფრანგები რა. ჩვენთან რაც ცხოვრების წესია, იმას ექსპერიმენტს ეძახიან. ჩამოდი საქართველოში ოჯახაშენებულო 500 ლარში გამოყოლ სულ თავისუფლად. რატო წვალობთ მან? არ ჩამოდიან და ისე კაი გამახსენდა, საფრანგეთში ვარ წასასვლელი. ეიფელის კოშკის ნახვა მინდა. ნიკა, შემდეგი გადაცემა მარტო რო წაიყვანო პრინციპში ხო შეძლებ, როგორ აღნიშნე. ეიფელი მოუდა ახლა ბიჭს. ვიცი, ვერაზეც მიდიხარ შენ. მაგარი მოუსწვენარი კაცი. ვერ გაჩერდები, ლოგიში 10 დღე გეუნები. თან ეს ის შემთხვევა, როცა სამსახურიდან დაგვიანების გამო კი არა, ადრიადგომისთვის გამოგაგდებოდი. კონტრი მაგ 5,000 ევროს მწვადი და კაციწელის დაამატონ და თუ გინდა 1 წელი ვიწევი, რა პრობლემაა? მაგარს გეტყვი, მოდი რა. აბარა, ზაფხულში წავიდეთ. იბოდა ქობულეთში რო კოიკაში 100 ლარს ვიხდიდი დღეში, მაგრამ საფრანგეთში ვისვენებ 10 დღე და აქეთ გვაძლევენ ფულს. ისე მართალი ხარ შენ. ან სად გვაქვს ახლა მაგისი დრო? პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში ანშლაგზია. კი ბატონო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მარტის ბილეთები მთლიანად გაყიდულია და უკვე აპრილზე გადავედით. დაიდო 3 აპრილის ბილეთები სპექტაკლის აქაური იქაური. მართალი ხარ ჩემო პაატა, რა ვქნა, წოლის დრო ახლა. კარგი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე, აგერ ერთ-ერთ მოლში
ორი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა. თუ არ ვიცით ზუსტი დასახელება. რა კაცის გამო რას არიზავს ქალი? ეძახეთ თქვენ სუსტის კრისი და კაცის შვილი ვერ მიეკარა თურმე გასაშველება. დახოცეს ერთმანეთი. იმ ჩხუბის მიზეზი კაცი იქვე იდგა. თურმე და კიო და გააშველეთ ქალებო დახოცეს ერთმანეთი. არ დავერახოთ არცერთი. თქვენ გამიმწარეთ მე ცხოვრებაო და ქვითინებ და ბოლო ხმაზე მოთქვა. იქ ზვაუტი დადგა. ახლა არ იკითხოთ მორშვიტვეს რა უნდაო. გეტყვით კაცო. მაკიაჟი დაცვიდა. აზმაო შავი პარასკევი ამ კაცს ქონდა თუ ქონდა. მოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შემდეგში კრივის ხელთათმანებიც გაყიდოს. პარფიუმერიასთან ერთად რა თქმა უნდა. კი ბატონო, ჩხუბის საყურებლად იმდენი ადამიანი შეიკრიბა, მოლის ადმინისტრაციამ ორივე ქალბატონის სასაჩუქრე ბარათით დააჯილდობა. ამ ჩხუბით ყველაზე ბედნიერი პოპკორნის მწარმოებელი კომპანია პოპკინო. გაიყიდა და ბედნიერი. თურმე მერაბ დვალიშვილით შესწრებით რას იცახი? და ბოლოს უთქვამს, მადლობა გოგუებო, ბევრი ახალი ილეთი დავამატე. მერე თემში ბოლოს მესამე ქალი მისულა. ამ ჩემქვას და არის თავი. თუ გაგინოთ მაინდა მაინც. ისე კაცის გამო ასეთი გადარევა მე არ ვიცი ზმაო რა. ქალები კი არა კაცები არ ვიციან, თავისი ფასი იმისთანა უნდა. ეხლა გეტყვი. ნახე, ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც თავის ვინაობას მალავს, რასაკვირველია, საკუთარი ბოდიში მომითხოვია და სასქესო ორგანო $1,000,000 დააზრდა. ოჩახს ზმაო მაგას. აი ეს არის ნამდვილი ურთიერთმაგირის. კითხეს თურმე ჟურნალისტებმა, ფეხბურთელები ზოგადად ფეხებს აზღვევენ, ცნობილი ამბავია და ეგ რატომ დააზღვიო? და იმან რა უთხრა? რა ვიცი, აქცია ჰქონდათ 2+1 და მივაყოლე ფეხებს. რა შემთხვევებზე დააზღვია ნეტა, ეგაა საინტერესო. ფეხებშუა ამორთქმისგან, ბურთის მოხვედრისგან და იმ ორგანოს სახელის დაძახებისგან ტრიბუნებიდან, მაგრამ ამ უკანასკნელის დაზღვევაზე უარი უხდეს. ვერ ყოფილა დადგა იმოთამაშე და მაინც ახლა ძვირი დაგვიჟდება. რა მაინტერესებს იცი? სადაზღვევოს აგენტს როგორ უნდა აჩვენოს დაზიანების შემთხვევაში? ძალიან წვიმანდებით ბატონო ნიკოლოზ. არა ეგ კი არ ვიცი, მაგრამ თურმე ცოლი აცხადებს. სიცოცხლიან ფულს კაპიკია მაგისი ფაციო. აი, ყოველ შემთხვევაში რაც ის დააზღვია ჯარიმის დროს ცოცხალ გედელში ასე დგას თურმე. ეგება მომხვდეს და ფული ვიშო. ეგ ჩვენი მტრის ჯანში იყო შემონიკოლოს და სიმელოტეზე ხوار დავეზღვიოთ მე და შენ. კი გვაქვს ჯერ ქოჩრები, მაგრამ ასაკში შევდივართ და რო დაგვეწყოს ცვენა დავაზღვიოთ. რა ვკარბა? კაი რა, მე მგონია რომ სიმელოტეც მოგვიხდება ჩვენის. საიდან მოიტანე? აი საიდან მოიტანე რომ მოგვიხდება? აი ვიცი, არ რა ვიცი, ჩაინიკას გაუხდება აგე. ანუ ვასკას ჩვენსას ცუდი ბიჭები არიან. გადასარევები აგე, მაგრამ ქოჩრიან ბიჭებს მაინც ვერავინ შეგვედრება. არ აქვს საურელები. ჩვენ ამ ამბავს სადაც გაუხარდა. ჩვენ ამ ამბავს სიმღეროდ ვერ გადავწყვიტავთ. ამიტომ დაუძახოთ ორ ჩვენ კაჩალ მეგობარს. ორი ქოჩრიანი ჩაგვარდა სიმღერით შევაფასოთ სიმელოტის დადებით და უარყოფითი მხარეები. კი ბატონო. აბა, ძმებო, კაჩლებო, ხო?